მაინტერესებს თქვენი შეფასება გუშინ მოსმენილზე. გამოდის რომ დანაშაულთან გვაქვს საქმე? ჯერჯერობით გამოკვლევა არ დასრულებულა, რომ დასრულდება, ამის შემდეგ შედეგები იქნება საჯარო, მანამდე კომენტარს არ ვაკეთებ. ასეთი პასუხი დავით ნარმანიასგან ვანო ზარდიაშვილს ვერაფრით დაამშვიდებს, რადგან შეკითხვა სემეკის თავმჯდომარემ პრაქტიკულად ღიად დატოვა და არ გამორიცხა, რომ დოკუმენტი, რომელიც თავად მოამზადეს, სისხლის სამართლის დანაშაულს აღწერდეს. ბრალდებების ადრესატი კი დუმს და მეტიც ისვენებს. ვანო ზარდიაშვილმა ფორმულას არებს არ უპასუხა. გავრცელებული ინფორმაციით ის შვებულებაშია, ანუ სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორმა დასვენება ქვეყნის შაბნელებიდან რამდენიმე დღეში. მაშინ გადაწყვიტა, როცა დენი არავის მიეწოდებოდა. სემეკი ახლა სწორედ შაბნელების მიზეზებს იკვლევს. პირველადი შედეგი მარეგულირებელმა კომისიამ გუშინ წარადგინა და პასუხისმგებლად ზარდიაშვილის უწყება გამოაცხადა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადაცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელევური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება. რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ელექტროსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნების შესრულებისთვის. მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი გახდათ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარობის ნაწილში. ანუ სემეკი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას, რომელსაც ზარდიაშვილი ხელმძღვანელობს, გათიშვის თავიდან არიდება შეეძლო. მათი ვარაუდით პრობლემა აზერბაიჯანთან კავშირის გაწყვეტას მოჰყვა, რაც არ მოხდებოდა ამ სტრუქტურას სწორად რომ ემოქმედა. კონკრეტულად რა გააფუჭა, ან რა არ გააკეთა ზარდიაშვილმა. ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად სემეკის დოკუმენტია საჭირო, თუმცა ამ დროისთვის ის საჯარო არ არის. ამას უნდა მოყოს გაგრძელება. ეკაბესელია ვარაუდობს, რომ გაგრძელება იქნება კიდეც და ამას სუსი გააკეთებს. ანუ სემეკის დასკვნას ახლა სავარაუდოდ ოცნების უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს, სადაც 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის გამო საქმეა აღზრული საბოტაჟის მუხლით. ამ ლოგიკის შედეგი ზარდიაშვილის დამნაშავედ გამოცხადება უნდა იყოს. სახელმწიფო ელექტროსისტემა თავის მართლებით უკვე დაკავდა. აქ სემეკის ანგარიშს ტენდენციურს უწოდებენ. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მოწყობილი არის თანამედროვე ავარია საწინააღმდეგო ავტომატიკების კომპლექსი. ეს არის კომპლექსური საკითხები, მალე არ სრულდება ესეთი ტიპის მოკვლევები, ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ამ ეტაპზე ეს არის სემეკის პოზიცია, ვერ ვიტყვი ამას, რომ სიცრუე, ეს არის ტენდენციურად წაყვანილი და მოდი დაველოდოთ ახლა არის ჩანაწერები, გაანალიზდეს ეს ჩანაწერები. რატომ გახდა სამიზნე ვანო ზარდიაშვილი? მის წინააღმდეგ სემეკის პრეტენზია შესაძლოა იყოს კიდეც საფუძვლიანი, თუმცა რეჟიმის ოპონენტებისთვის ცხადია, რომ კომისია კრიტიკულ დასკვნას არ მოამზადებდა, თუ ქართული ოცნებისგან არ იარსებებდა ასეთი მითითება. ამ ნაწილში კი ეკაბესელია ყურადღებას ზარდიაშვილის და მდინარაძის მჭიდრო კავშირზე ამახვილებს. სუსის ყოფილი უფროსი ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ ჩამოაქვეითა და გავრცელებული ვარაუდით მას დაკავებასაც უპირებს. ზარდიაშვილი კი მდინარაძის მარჯვენა ხელადაა ცნობილი ჯერ კიდევ დეპუტატობის პერიოდიდან. უფრო მკაფიოდ უნდა ითქვას, რა ხდება ამ სისტემაში, რა პასუხისგებლობაზე უნდა იყოს საუბარი, უნდა დაინტერესდეს ამით ის გამოძიება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო. საერთოდ ზარდიაშვილის იქ ყოფნა არის საერთოდ ანომალია. დინარაძის ირგვლივ უკვე შავი ღრუბლები დიდი ხანია გამოჩნდა და მისი მოშორება ხდება მნიშვნელოვანი პოზიციებიდან და არ არის შემთხვევითი, რომ ეხლა გაახსენდათ ელექტროსისტემის და ზარდიაშვილის პასუხისგებლობა. რაღაცეები ალბათ ამწიფებს პასუხისგებლობის თვალსაზრისით, რისი დანახვაც არ უნდათ გუშინ დაინახონ დღეს. თუ დამნაშავია ვანო ზარდიაშვილი, დამნაშავია ქართული ოცნება. ამას ოპოზიციაში ამბობენ. მთავარი კი ივანიშვილის პერსონალური პასუხისმგებლობა. ქვეყნის ელექტროსისტემაში ძირითად პრობლემას სწორედ ოლიგარქის ბიზნესი ქმნის. საუბარი კრიპტოსაწარმოებზეა, რომლებსაც ივანიშვილის ჯიბის გარდა სარგებელი არავისთვის მოაქვს. დენს კი იმდენად ჭარბად მოიხმარს, რომ სისტემა მას ტექნიკურად ვერ უმკლავდება. საჭირო ხდება იმპორტიც, რაც დენის ფასს აწვირებს. ამ პირობებში ქვეყანაში დენი 2 დღეში 2-ჯერ გაითიშა. ჩაბნელებამ რამდენიმე საათს გასტანა. შეჩერდა მეტროს მუშაობაც, თბილისის რამდენიმე რაიონს კი დენის მიწოდება შემდეგ დღეებშიც ეტაპობრივად შეუწყდა. სისტემის მთავარი პრობლემა არის დენის დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის სიხარბით. ის აკეთებს უამრავ ფულს დენის გამოყენებაზე, კრიპტოვალუტაზე მაქვს ლაპარაკი, პრაქტიკულად ჰაერს აკეთებს, არც ადამიანებს ასაქმებს, არც გადასახადებს არ იხდის და არც ქართულ ეკონომიკაში ამით არაფერი არ შედის. ეს არის პირადად მისი ჯიბე. მეტი არ
არაფერი საერთოდ. და ამის გამო ჩვენ გვაქვს დენის დეფიციტი და ამ დენის დეფიციტს ვავსებთ იმპორტით. მეტი იმპორტი გჭირდება, ხო? და ეს ნიშნავს დენის გაძვირებას. მეორე სამეკის პოზიცია რო ელექტროსისტემის ბრალია, გავიგე, სავსებით შესაძლებელია რომ ესე იყოს. მაგრამ ელექტროსისტემის უფროსად ვანოზარდიაშვილი მე დავნიშნე? როცა საქმე ეხებოდა ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, მათ შექმნეს შუამავალი კომპანიები, რითაც მოხდა ფასნამატის წარმოქმნა და მილიონობის ხარჯზე საქართველოს მოქალაქეებს გაუძვირდათ ელექტროენერგიის ტარიფი. ამას დაემატა ეგრეთ წოდებული მაინინგის ფერმები, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესი, რომელიც კრიპტო ვალუტას ეხებოდა და სხვა უამრავი კორუფციული ფაქტი, თუმცა არაფერი არ გაუკეთებიათ ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში. რას შეურჩევს ოცნება სასჯელად ვანოზარდიაშვილს? სუსი, სადაც საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, არაფერს ამბობს, ვინ დაიბარეს ამ საქმეზე და არის თუ არა მათ შორის ზარდიაშვილის. 24 ივლისის ჩაბნელებიდან დღემდე საზოგადოებისთვის რაიმე სახსნა არც ოცნების ლიდერებს უცდიათ.